Yes! Keti შემირიგდა, მე და Keti ისევ ერთად ვართ. Ketis ისევ უყვარ ვარ, მე და Keti სამუდამოდ ერთად ვიქნებით. დავიცალე. Keti შეურიგდი, მაგრამ ამას ვერავის ვეუბნებით. შევთანხმდით, რომ ეს ამბავი ჯეჯერობით დანარჩენებს დაუმალოთ. ვფიქრობთ, რომ ასე ჯობია. ვფიქრობთ რა, Keti ფიქრობს, მე ფიქრის თავი არ მაქვს. ეს რაც შემეხებოდა მე. გიორგი და თამუნა კი ალბათ გახსოვთ ბინის გამო ბავშვზე ჩალიჩობდნენ და ახლა ბავშვის ნაცვლად ჯერ ჯარიმის ფული აქვს საჩალიჩო. იმათი კითხავთ, რომ მე ბავშვიც მყავს, ცოლსაც შეურიგდი და Keti შემირიგდა. გამოვდივარ უკვე. არა, რა უნდა დამინახოს, არც არის მამუკა სახლში. მესმის ხო, კარგი. გამოვდივარ, კარგი. აჰა. მართალია დროზე უნდა ჩავლაგდე, რომ სანამ მამუკა მოვა, გავიპარო. ესე. ხო. მაგრამ სახლში რო არ დავხვდები, ინერვიულებს წერილს დავუწერ. აჰა. საყვარელ ძმას. სახლში რომ არ დავხვდები, მუზა გეწვია ესე საფაცეთ. მუზა არა ის კიდე, მამუკას უტოვებ წერილს. რა წერილს ბიჭო? მაცადე რა, ხო ხედავ მაცდენა რა. შენ როდის მოხვედი? მე არ წავშობობ, ახლა. რა წერილია რა თქვი? საყვარელ ძმას სახლში რომ არ დახვდები არინერ ვიულო. აი, აქ იქნება და მე წაიკიდე. ნერვიულობას არ ვსწავლებ. ძალიან კარგია რომ მიდიხარ. თუ მინდა მივუხვალ, მაგრამ ლოგინზე დავიზინებ. ისე სად მიდიხარ? აქ სადაც არ მივდივარ, ისე თქვი უბრალოდ არ შეიძლება? მე ესე უბრალოდ ვკითხე, სულ არ მაინტერესებდა სად მიეწრეოდი. მაგრამ და ისე დებილურად მიპასუხე, რომ უკვე მაინტერესებს სად მიდიხარ. და სანამ არ მეტყვი, თავს არ დაგანებებ, აბა დაიწყე. სად მივდივარ და რა უბედურება, რამეს როგორ ვერ ფიქრობ. ერთი ტყუილის მოფიქრებას რა უნდა? მეც მწერალი მქვია რა. მოვიფიქრე. სადა სხვაგან? რა სხვაგან, ამაზე კარგი რამე როგორ ვერ მოვიფიქრე. ფურა იდიოტი ვარ. ქალაგარეთ. მართალია ქალაგარეთ. რა გინდა ქალაგარეთ? რა მინდა ქალაგარეთ? მაინც მკარნახეთ რა. ვითომ წერის პონჩი მიდიხარ რა? იცი რა, წერის პონჩი მივდივარ რა. აი სახლში მუზა მაინც არ მეკარება და მეთქი ბუნებაში გავალ სუფთა ჰაერზე. ბუნება კარგია. კარგია. კი, ბუნება კარგია. აი მე ქართულში თემები რო გქონდა ხოლმე დასაწერე. იმ ოთახში შევდიოდი, სადაც დედას კოთლი ყვავილები ედგა და უფრო კარგი გამოდიოდა. ეს ჩავდეთ. აჰა. რა მრჩება ეხლა, რა მრჩება? პირველ ჩაიცვი. რა? საწელზე შალი მოიხვიე. შალი მოვიხვი არა, რეიტუზია მოვიცვა კიდე რა. მე რეიტუზი არ გასვია?
რეიტუზი და შალი გამორიცხულია. აუცილებლად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები ქეთისთან ესეთი ჩაცმული რომ მივიდე. ზეგი, ხო, ფურცლები უნდა წავიღო და კალმისტარი. ფურცლები და კალმისტარი. საბეჭდი მანქანა არ მიგაქვს? არა, საბეჭდი მანქანა არ მაქვს. გახსოვ შაშან რო წავიგე რა დამემართა. რა დამემართა და ბეჭდის ხმაზე ტურები მოდიოდნენ და კინაღამ შემჭამეს. ხელი დაწერილი. შენი ხელი დაწერილი, როგორიცაა ზუსტად ვიცი მე? ბზუ მეთქი გეუბნები. ბზუ. აი აქ წერია ბზუ. და რა სიტყვა იწყება ბზუზე? ბზუის. კარგი, ესე რა გამოვიდა? ხო. ლამაზი ქალი, ანთხა, ეს სიტყვა ვერ გავარჩიეთ? მაგას მერეები. ხო, ესე ზღვის პირას დგას და მზის ჩასვლას ბზუის. მზის ჩასვლას? კარგია. მზის შესვლას როგორ ბზუის? სიზმარია თამუნა დამშვიდი. მე გიამ დედა შენის გადამკიდე რა კოშმარები მე სიზმრება რა. რა ნახე სიზმარში რა იყო? რა ნახე და ვითომ ორსულად ვიყავი გიორგი. მე კაია. რა არის კაი მე და შენ წავედით ეხოზე. რო გაგვეგო რა სქესია. მერე? ხო და წამისვეს ეს მუცელზე ეს ჟელე და დაიწყო ამ ექიმა დათვალიერება. ჩვენ მეკითხებით ახლა გოგოა თუ ბიჭიო? ხო. და ორსართულიანი კერძო სახლიო გიო. ესე იგი გვათვალიერებინებდა თან, აი სამზარეულო, აი საძინებელიო, აი ივანი ჯერ არ ჩანსო, მაგრამ რამოდენიმე თვეში გამოჩნდება. მერე სურათიც გადაუღვამ სახს და ჩვენ ესე ბედნიერები წამოვედით ეს სურათი წამოვიგეთ სახში და მაცივარზე მივაკამოთ. კარგი თამუნა, კარგი დამშვიდი, დაწყნარდი. ვაი? ნუ ნერვიულობ. ის სიზმარი იყო, ეხლა ცხადში ვარ და სხვა ამბავია. მე მგონი ორსულად ვარ. რა? ხო. რას ამბობ თან? გული გირევა? არა? აბა რა ხდება? სუსტად ხარ? არა? კერდი გაგეზარდა? არა? აბა რა ხდება? ვერ გავიგე, გამაგებინე, როგორ გიცნო პრორსულად? რა ვიცი, იქნებ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ახლა. როგორ უნდა გავიგოთ ახლა ორსულად ხარ თუ არ ხარ? აუ მე ვიცი გიო. როგორ? ტესტი უნდა გავიკეთო. რა ტესტი? ტესტი ორსულობის. საბეჭდი მანქანას თუ არ წაიღებ? ხო. ბლომად ფურცლები წაიღე. მართალია. წერის პონჩი ბევრი ფურცლები უნდა წავიღო. აი ამ პონჩი არ ვიცი, მაგრამ ტყეში რომ დაგჭირდება შენი იდეებისთვის, ნახავთ. შენ დამცინე. ეხლა მე ჩემს მუზასთან რომ მივალ. რა ჩავეხუტები, მოვეფერები, ძველამბებს გავიხსენებ, თან დიდი მუზა სახში არ არის, პატარა მუზას მივაძინებ და მე და მუზა. ზურა მოდი რა კადრებს მიხედე რა თუ დაიჭირვა. კარგი, რა სუნიამი ვარ რა მამუკა. რა რაღაცა სუნი აგება და მუზები თუ არ ბუზები ხო დაგეხმაროთ. დიახ, გისმენთ? მე ვარ კი. რა? დიახ, გისმენთ ხო? მე ვარ. დიახ, არა, გისმენთ ხო? სევარდაგით სადა არც მოვეძორდი. კი 4 საათზე მოვიქრები. 4 საათზე მანდ ვარ. რა? ეს არის გიორგი ტესტი. ეს გვეტყვის ახლა ორსულად ვარ თუ არ ვარ. აი რა თამუნა რა. მაგან რა იცის ახლა შენ ორსულად ხარ თუ არა? აი რა გიორა, ახლა მე შევალ და გამოვალ 5 წუთში ზუსტად. აუ მიდი გელოდები აბა. ჰა? აუ ნუ მისმენ მე მშვები. ეს ისეთი ამბავია
მარტო ვერ დავიცოდე შენ არ გეტყვი. თუმცა არა გეტყვი. გაიგე, სამსახურიდან დავერგეს 4 საათი აქ მოდიო. გესმის ეს რა არის? მესმის, იმიტომ რომ მიგვერი ხარ 4 საათზე უნდა იყო. მეტი არაფერი მითქვა ბიჭო. ჩემი უფროსი იყო ესეთი ხმაგო და ნახდათ მაწინაურებს. ხდები ეს სასტიშ და 100 მეთაური კი არა, ბატალიონის მეთაური ხდები. შენ ძალად მწერალო. სადაა ჩემი ფორმა უნდა წავიდე. 4 საათამდე სახში ვერ გავწევ. მაინც აბა 4-ზეო? არა. 4 საათამდე სახში რა გამოსდევინებს? და კატლეტები ვწვა? ბრიგადის მეთაურმა კაცო. არა. უცებ წავალ? დავწინაურდები? და მე მოვალ, აზაურბო. არა, ხო გითხარი გავდივარქო. ისე ყოჩახ, გილოცავ წინასა. ბრიგადის მეთაურობა მართლა კარგი ამბია. არა, რამდენი კაციო მემორჩილებოდეს სახელმწიფო გადატრიალებას მოახდინე. ვაიმე. ეს მოახდინე, რას გადაატრიალებდი? კატლეტი ვერ გადაგიტრიალებდი ბიჭო. ბიჭო, და ისე კონკრეტულად მე სად მიდიხარ, ჰა? სადა? წაღვეში. აბა მაგარია. წარმოიდგინე, ჰა? ერთი ძმა, ბრიგადის მეთაური და მეორე ზურა წაღვერა. ზურა წაღვერა რა? უარე, ვაჟაფშაველა, შენ იქნები ზურა წაღვერა. იდიოტი ხარ, იდიოტი ხარ. წავედი მე მოკლედ და ჭკვიანად, აბა სახში არაფერი ააფიჭო. Yes! კატლეტი დაიწვა. მაგრამ ამ ჩემს ბრიგადის მეთაურის ფეხებს. აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ესეთი ბედნიერი. 10 წუთის წინ. რა? ხო, 10 წუთის წინაც მაგას იძახდი, არ მახსოვს როდის ვიყავი ესეთი ბედნიერი. აუ, ზურა. ხო. ეს ხო ჩვენი ბოლო ჩხუბია. კი. ამის მერე აღარ შევრიგებულ ვართ. აუ, და იცი რაზე ვფიქრობ? რა? საომს როდის უნდა უთხრათ ჩვენი ამბავი? როდის უნდა უთხრა და იცი რა? ახალი წლის ღამეს უთხრათ. თან რაღაც ჯადოსნური იქნება და ფულის გადაყრაც არ მოგვიწევს იმ სისულელე სათამაშოებს. და მეტა მამა ჩემს როდის უნდა? აუ, მამა შენი გაგიჟდება. ჯერ ალბათ თმებს დაიპუტავს, მე კედელს ურტავს თავს, მე ფანჯრიდან გადახტება. ეხლა ხო არ დაურეკო. მაშინ ვიყოთ ესე ჩვენთვის ტკბილად ერთად, გემრიელად, სანამ მამა შენი არ არის სახლში. ისე რატო არ არის მამა შენი სახლში? სად არის? ქუთაისში. კიდევ კაი. მამა შენიც ქუთაისში ხო არ გადაგვეტანა? გავიდო და 5 წუთი ნახე რა ხდება ახლა. აიმე! რა? ერთი ხაზი! რა მაგარია ვაიმე? ერთი ხაზი რას ნიშნავს? არ ვიცი. მე არ წაიკითხე ინსტრუქცია? არა. კარგი თამო, კარგი, არა უშავს. არ ხარ ორსულად და ნუ ხარ, გული არ გაიტეხო, ნუ. შეგიძლია ამაბა სხვა მხრიდან შეხედო. აი მაგალითად, შეგიძლია დალიო იმდენი, რამდენიც გინდა. ან შეგიძლია რამე გაფუჭებული საჭმელი შემოგეჭამოს. ან შეგიძლია რომ არხენა დაგორდე კიბეებზე რა. მართალი ხარ გიო? მართალი ხარ შენ? არა, მე მგონი მართლა წეროს იმედად უნდა დავრჩეთ რა. აი წეროსთან გაკარებული არ დაგინახო შენი წერო. მიდი. გავაღებ. თუ არა და შენ გააღე, ხო ორსულად არ ახარ, მიდი. უიმე. უი შენ და. ვანიკა. გამოგიო როგორ ხართ? კარგად. კარგად, ის თქვენი მეზობელი ნათი არა, უთომოყარეო გოგოა რა. ლიფტის კარები არ იყო დაკეტილი, ჯერ უკვე შეგერილი მყავდა. გიო შენ ის მაგარი ამბავი ძა. აბა რა ხდება? ნინო ხო გასოს ჯიმში დაშვი. ჩვენი კლასელი. როგორ არა, არკას რო ვეძახდით, ხო? შამოდის კანადიდან რა. რა მაგარია, ბიჭო, რამდენი ხანია რა წასული, რამდენი ხანია არ გვინახავს? 10 წელია რა და ორი კვირი ჩამოდის. ეხლა და ნახოთ დღეს. რაო, აქ რჩება თბილისში თუ ხაშურში მიდის თავისიანად? არა, 2 დღე გავჩერდებიო თბილისშიო მითხრა რა. მეილი მომწერა რომ რამეო სახლიო ან სასტუმრო მიპოვეო რომ გავჩერდები. მოიცა ვინ ჩამოდის?
ამულა შენ არ იცნო. შენ რო ცოლად მოგიყვანე, უკვე წასული იყო ის კანადაში. სურათებში რო არა, აი სუქანი გოგო, ჩემი კლასელი რა. რატო ატყუე? სუქანი გოგო არა, ძალიან სუქანი. მამახსენდა, ხო, გიო სურათებიდან მახსოვს და არკას რატო ეძახდით? წარბის პონჩი რა ესეთი ერთი დიდი გეზი წარბი ქონა არკას. აი, ბიჭო, გახსოვს მაგოგოს მეხუთე კლასში როგორ გონდა რომ კერდი გაეზარდა და მე რო ღიპი აღმოჩნდა. ის თუ გახსოვს. ნემისი რა ქვია, ბოლოზარის ექსკურსიაზე რო წავდით 2 დღიანზე და გზაშივე შეჭამა მთელი საჭმელი რა და 2 დღე მე შიმშიმ წებოდით და მასწავლებელი წყევლი. მაგას რა დავიწყებდი. სხვათა შორის მარტო არკა იყო რომელიც მე მისმენდა სადღეგრძელოებში. ძმაო, დანარჩენები თქვენს უყოლენ ტლიკინებდი და ენას არაჭერდი. ეგ იცი რა დო? იმიტომ პირე ქონა საჭმლით გამოტენილი ბუნებრივი ვერ მოყოლი გისმენდა. იცი რა მსუქანი იყო თამნა? აი, იცი რა მსუქანი იყო, რამეს რო დააშავებდა მასწავლებელი კუთხეში ვერ აყენებდა. შუაკაში გახოვნე მართლა გებისები არ გაიზარდა ბიჭო. ეგ მსუქანია. არა. უფრო მსუქანი იქნება. შვენიერი დღე გვაქვს დღეს, ძმაო. ჩამოვა, დავლიოთ და ძველი ამბები გავიხსენოთ. უშოვებინა სახლი არა. აუ, არა ჯერ არ მიშოვია ხა ცოტა ხანში ამას ვიზავ. მეც რა თქინდა სასტუმრო აქ დარჩეს გიო, ხო გვაქვს ოთახი? ხო. მართლა თამნა. ხო, რა პრობლემაა ხა თუ ისეთია რასაც ყვებით რა. თან თქვენ ორს ჩვენ სახში გიორგი ვერც ერთი ავეჯი ვერ გაგიძლებთ. ნიკა. ხო. ეგ ორსულობის ტესტია ნიკა. ვარა მაგარი. გამოყენებულია ნიკა. სალამეს დღიური. ენაცალას მამიკა. ბაიმე. ზურა რა ხდება? აჰა. ისეთ სახე გაქვს თითქოს მამა ჩემი დაინახა. მამა შენი არა, მაგრამ მამა შენის კურტკა დავინახე და იმისიც მაგრამ ეშინია. აუ, გამისკდა გული რა. ნახე როგორ მიყურებს. რა ჩაიცვი რა? მე რა ჩაიცვი? მამა შენის ხალათი. არა, მე არ ჩამიცვია, იცი რა ესე გავდიოდი და თვითონ შემობახტა და შემომეცვა. ხო მიხდება, ნახე, აი. კარგი რა, გაიხადე. არა, იცი რა არის? კარგია, რაღაცა კარგად გრძნობ თავს. რაღაცა ექსტრემალურია. აი ზოგი ხო კლდით ახტება. ზოგი კიდე ლომს გააკეფინებს პირს და თავს უდებს შიგნით. აი მამა შენის ხალათი რომ მაცვია, მგონია რომ ორივეს ერთად ვაკეთებ. აუ ზურა, გეხვეწები, გაიხადე რა, მიხვდება. რანაირად მიხვდება? ნუ ხო იცი რანაირია, ის სუნსი გრძნობს. ვერა, მაგაზეც ვიზრუნე უკვე და მაგის სუნამო მივისხმოვისხი. არა, ეხა არ მითხრა რა ჩუსტებიც მაგის. კი. იცი რა, მაინტერესებდა, მაგრამ ჩვეულებრივი ჩუსტები ყოფილა. იცი რა მეგონა, რომ ქვის ჩუსტები იყო, ისე მწარეთ მიტყავდა პანღურებს, რომ კარგი რა, ფანჯარასთან მაინც ნუდგეხარ რა, მეზობლები დაგინახავ. დამინახონ მე. ეგონებათ რომ საყვარელი ყავს. მამაშენს დაურეკავენ, ესიც ინერვიულებს, მეც მეტი რა მინდა. სულ მე მგონი მამა ჩემის ჯინაზე შემივიგდი ხო? არა, უბრალოდ რა გინდა ვერთობი, რა გინდა, რა გავაკეთო? აი, ნახე, როგორ გევარ მამაშენს, აი, ერთი, ნახე. დღეს ხომ არ გინახია ის ნაძირავა? ანუ მე. აქ მოსული არ დავინახო. ეგ ნაძირავა ეგ. კაია, ოღონდ აი ნაძირალა, აი მეტი სიზღით უნდა თქვა. ნაძირავა. არა, აი უფრო. უფრო? ნაძირავა ეგ. ეგრეც არ ვეზიწყები ეგ რა. ხო კარგი, აჰა. ეგ ნაძირავა ეგ. აი ზუსტად ეგ როგორ გული მართლა ერევა. ისმენთ? დიახ. დიდი ბომბის გაკეთება გასწავლოთ? ჯერ უნდა გააკეთოთ მოჩიანი კაპეტები. ხო. შემდეგ უნდა შეაერთოთ და დიდზე სკდება. ძალიან მაგარია. ბევრ ჟელეს და შოკოლადს ანადგურებს. ხო. აი, კარგია რომ დამირეკეთ, მე მინდოდა თქვენთან დარეკვა მამუკა თანხან მორავის ამბავთან დაკავშირებით.
მოსაცდელში მელოდება და უნდა დაველაპარაკო. აჰა. გადაყვავს? სად? მართლა? ძალიან კარგი. სიცოცხლეს გამოგიგზავნით. გამარჯობა თმოგა. თავისუფლად. არა, თავისუფლადაც არა. ესა საქართველოს უნივერსიტეტის მომავალი ლექტორის ფოტორისთვის გიგედიათ. გადავიწყდა ჩამოხსნა. მე გამოცვლით. დაჯექნას უკვე. აუდო, პირიო ფერზე. მე ასე უცებ არ ვიღლები. აი თქვენ კი დაბრძანდით. არ ხართ მიჩეული ფერზე დგომას და ფიზიკურ დატვირთვას. როგორც გენებთ. მაშინ მეზორდები. თქვენ ამაღიზოთ თავი უხერხულად. რა შევით, როგორ ხართ? რა ვიცი, ზამთრისთვის ვემზადებით. აჰა. გათბობას უწევთ, ხო? წარმოვიდგენია ალბათ რა რთულია თქვენთვის ზამთარი. ზეღათ ასე ყავის სავარძელში. ცხელ ყავას მიირთმევთ. გათბობა ბოლომდე აწეული. პანჯერაში გაიხედავ და საშინელი ამილია. ალბათ როგორი დამთრგუნველია რა. ამოგა არ გიფიქრია რამე უფრო შვიდ სამუშაოზე. კი, მიფიქრია. ოღონდ ზიზღით. ჩაის და მე? არ მინდა, შენ მოდი პირდაპირ საქმეზე გადა. ხავას? არა, ქალაქში ვნახორება. არა, ხავას დაგის. კარგი, მადლობა. მიყვარს ხავა. ოდაი. ვინი მიყვარს რომ ცოტა ყავის გემო გაანეძალოს. ხო. კარგი, გეყოფა არ ვარ გამდენი შაქარი. კარგი რა. 100 მეთაურ კაცს. და ცოტა ხანში უფრო 1 მეთაურ კაცს. შაქარმა რა უნდა დამმართოს? შაქარი. შაქარმა შეიძლება დაგმართოს შაქარი. კარგი. მოკლედ გეტყვი. შენი ანალიზების პასუხი მოვიდა. და ორგანიზმში ძალიან ბევრი მაღალი რაოდენობის შაქარი გაქვს. აჰა. შაქარი მაქვს მე? ხო. მე და შაქარი, ამით 2 თვის წინ გავიგეთ ანალიზები არ მქონდა. რამდენად მაღალია? ოჰა. იმდენად მაღალია რომ აი კილოგრამებში რომ გადავიყვანოთ. ერთი კვირა ეყოფა ჩაიზა შენს ბატალიონს. რაღაც მინდა გთხოვო. შევისრულე? კი, აბა რა, ყველაფერ შეგისრულე. კარგი, მაშინ აი წიგნი დავწერე და მინდა რომ წაიკითხო. ჯერ არავის არ წავიკითხე, პირველი შენ წაიკითხო. აი. რამხელა. ეხლა? ხო მითხარი ყველაფერ შეგისრულებო? მე მეგონა ყავის მოდუღებას მთხოვდა. არა. ეხლა აი. ხო, ოღონდ იცი რა არის გაკრული ხელით არის ნაბეჭდი, მაგრამ მეგონი მაინც წაიკითხავ, მიდი, დაიწყე. შენ შეგეცოდა ხო ნათია? ნათია კი არა, შენ მეცოდები ზურა, შენ. გესმის აი ამ წიგნს რო წაიკითხავს ჩემი რედაქტორი ყბა ჩამოუვარდება, ყბა. ხო. ხო და იმ ჩამოვარდილ ყბას გესვრის მერე. ზურა, ეხლა მაინც გაიხადე რა, მამა ჩემის ხალთი, რამდენი საათი უნდა გეცვა? კეთი, არ გაგიგია რომ თუ გინდა ბოლომდე შეიცნო შენი მტერი, იმისი ხალათი უნდა გეცვასო. ერთად წაიკითხე. ცოტა მაწერი, აი ცოტა ქვემოთ. გაგძელე და მიხვალ მანდ.
მითხარი როგორ მოგეწონა? როგორ მომეწონა? აი, იცი რა არის? აი რაღაც უცნაურად იწყება. და მე აი ნახე, აღთოვანებისგან სიტყვებს ვერ პოულობს. მოკლედ კარგია. ხო. მართლა. გილოცავ ზურა, გილოცავ. ზურა. ხო. ზურა, იცი რა არის? იმ დღეს თამნას ველაპარაკებოდი. ციგნზე? არა. ხო და მითხრა რომ თორნიკესთანო სადისტრიბუციოში ვაკანსიაო და რა მაგარი? ხო არც დიდი. ესე იგი რა გამოდის რომ არ მოგეწონა? არა, რა არ მომეწონა, საიდან მოიტანე? კარგი, რომელი მონაკვეთი მოგეწონა მითხარი? რომელი მონაკვეთი? ხო. ანუ ამონარიდი. ამონარიდი. აი ცი რომელი მონაკვეთი მომეწონა განსაკუთრებით? აი ეს გოგო წყალში რა ჩადის და მე ფარფლები რო უჩდება. მართლა? მე კიდე მეგონა რომ ამოვიღებ თქვენ, იმიტომ რომ რაღაც არარეალურია. წყალი არცად არ იყო და რანაირად აბა? არა რა, არარეალური. კიკეჩი ჩემეზობლ ზუსტად იგივე დაემართა, თან წყალი იქ არსად არ იყო. აბა? კარგი, ეხლა შენ მითხარი მთავარ პერსონაჟზე. როგორ მოგეწონა? აუ, მთავარი პერსონაჟი. მთავარი პერსონაჟი ის ქალია თმაროცვივა. არა. არა, მთავარი პერსონაჟი ეგ არ არის, თმაროცვივა, ერთ წინადადებაშია ნახსენები და მაშინვე კვდება. მე მეგონა მაგაზე იყო ეს რომანი. აქ კეთიმ ისევე კარგად გამოიცნო ყველაფერი, როგორც აი ამ ბიჭმა. ასობ გერა, გადავასვა. მე განსაკუთრებით ეგ დამამახსოვრდა. აი ესე იგი ხაზი უნდა გავამწაფო. და ზურ, იცი რა მაინტერესებს? რა? შენ თვითონ წაკითხული გაქვს? კარგი, რას მეუბნები ახლა კეთი რა ბარა? არა, კაი, ხა იმიტომ კითხე, მითხარი პირველ შენ გაკითხებო, კაი რა. ხო, კარგი, გამომტეხე. არ გაქვს საკითხული? არა, ჩემი არ არის. მე არ დამიწერია. უბრალოდ გეხუმრე, მაინტერესებდა რას მეტყოდი. აუ, ზურა, რა იდიოტი ხარ რა. აუ, გამისკდაგული, აუ. არა, ვიფიქრე რომ მართლა ზურა თუ დაწერა თქო, ეხავე გავშორდები. აუ, რა დებილი. აუ, რა მაგარია. კარგი, რა ესე მიცნობ კეთი, მოდი ჩემთან, მოდი ჩამოხვიდე. არა, ნუ რა ვიცი. აი ესე აღმოვაჩინე რომ წიგნი რომელზეც მეგონა კარგად ვიმუშავე სრული იდიოტობა იყო. არა და ასეთ უცნაურ სტილში და ჟანრში იმიტომ წერდი რომ მინდოდა ახალი სიტყვა მეთქვა. თან რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკის დაწერა მინდოდა. არა უშავს თავიდან დავждები და მაინც დავწერ მეორე წიგნს. აუ რედაქტორთან რა შარში ვარ. არ მაქვს შაქარი არა ეს უბრალოდ ძალიან მეშინი ექიმების ხო და ეთქვა სიცხვის აღების დროს ამიწია თორე ეს არა მეკრება შაქარი არა შეიძლება არ კონდეს მაგრამ ახლა ისეთ რამეს გეტყვი უთუო დაგიწევს რა 100 კაციანი ბატალიონის მეთაური აღარ ვიქნები და 500 კაციანი ბატალიონის მეთაური გავხდები ხარა 100 კაციანის მეთაური არ იქნები არც 500 კაციანი ბატალიონის მეთაური იქნები ვეცე რა არ ვაწინაურებთ? რა ვიცი. მე ხლა ისე როგორი შეგზება მაქვს, აი. ქალიშვილ გოგოს რო შეაცენე და მე რო აღარ შეერთავენ ცოლად. მამუკა. შაქარი გაქვს მაღალი. არ გამოვა. შაქრის გამო მაქვეითებ, კაცო. ვის რას უსვლის ეს ჩემი შაქარი? ორგანიზმში მაქვს ხელები ხომ არ აქვს გატებილი? სხვა სამსახურზე გადავყავ ხარ. არ იქნები 100 მეთაური, სამაგიეროდ იქნები ჩემი მოადგილე. მოადგილე? ხო. შენი მოადგილე? ხადახად ყავას ხო არ მოგართვა ხოლმე? რა დროს ყავა? მე ჩაი მიყვარს. რატომ ნერვიულობ, ხა? გენერლის მოადგილე იქნები. მაგაზე იმდენად არ ნერვიულობ. ჩემ ბიჭებს ასეულში ვუთხარი რომ სანამ 500 კაციანი ბატალიონის უფროსი არ გავხდები, მანამდე ულად არ მოვიპარსავ მეთქე და ეთქვა შემჭა სამუდამოდ. და ყავდის ბატონო გენერალ.
მამუკა მოიცადენ? აი, შაქარმა თუ დაგიწიოს. აი ეს ჩაწუწნე. ჩავწუწნო რა? შტაბში ასეა ხო მიღებული? შედობით, გადავალ, გენერალი. არაფერი არ ხდება. აუ გიო სათავნა აბაზანში ემიებზე გადართი რა. აგიჟდი შენ. თაუნა აბაზანაში კი, მაგრამ ყურები აქ აქვს დატოვებული. აუ ის ეგ რა კაი იდეაა. მე შეგრე უნდა ვქნა ხოლმე ბანეობის დროს ყურებს დავტოვებ გარეთ. უნდა წყალი ჩამდის ბიჭო და არ გაეთყვა? მოვიდა. ოუ ხო, კი მეოთხე სართულია კი. არა ლიფტი არ მუშაობს, ფეხით უნდა ამოხვიდე. კარგი. რატომ მოატყუე ბიჭო ლიფტი მუშაობს? ხო, მაგრამ სამკაცზე მეც ხო ვერ უძლებს ეგ ლიფტი. ზო. რაზე ფიქრობ? აი კიდევ იცი რამდენი კაფეია? მიგდეცად ფიქრობ? აუ სახლში მარტო მე და შენ ჯაკუზი. ჯაკუზი ხომ იცით რაც არის? ვინც არ იცის, მათ საყურადღებოთ. ჯაკუზი რა არის? ჯაკუზი არის აი თეთრი რაღაც უზარმაზარი, სადაც შეგიძლია რამდენიმე კაცთან ერთად. ანუ თანის არის რა ქვია, შეფები მაგრამ კონტენაა. თითქოს ისე ყოფილი როგორც ფილმებში. მე და შენ ჯაკუზი წითელი ღვინო. ერთადერთი რაც რეალობაში მაბრუნებს არის მხოლოდ ეს ჭიქეთი. ძალიან კაი. შეგვიბრუნებს ეს მამა ჩემო არ მინდა რომ ესე გნახოს. ასე ჩვენი ამბავი რო ვიბაიგოს ხო? მაგიტომაც და კიდე იმიტომ რომ ცოცხალი გადარჩა. აუ კარგი რა ამოდი რა. არა ჩამო. არა ამოდი ზურა რა. ვაიმე გეხვეწები რა. გეხვეწები რა ჩამოდი რა. გეხვეწები რა. ვაიმე. არ მიმახალი. რავალი ამოვიდა ბიჭო. მოდი აუ არჯერა რო არ კაც ნახავთ ეხა რა. გამარჯობათ ბიჭებო. გისმენთ? გისმენთ, გამარჯობა. როგორ მე გვანი თქვენ სახლი შეგეშალოთ. ხო, მაგრამ მოზაინთ რა შეიძლება. როგორ ახარ? ბიჭებო. არა არსებობს. შენ იცი ჯაკუზული ცოლა? ჯაკუზული. არ იცი? ნახე, უყურე, ისწავლე. කොහොმද ბევრჯერ გავიგო? კარგი რა ზურა, ამბობდი და ისი ამბობდი. არა, რითი უნდა ვისიამოვნო? არც ერთი რეჟიმი არ მუშაობს. ვერ გავიგე, ჯაკუზი არა თბილის ხალი არის, მაგრამ ჯაკუზია თუ ტაშტი ვერ გავიგე. რატო? კარგი რა ზურა, რა იმით დადკვი რომ მარტო არ და ხელს არავინ არ გვიშლის რა. დე მოვედი ისახარ. აიმე საუმე, ესე რომ დავინახო, და ჩვენ ამბობს. მისმინე. ჩაყვინდა ვერ ვიცირები. აიმე ტივ-ტივასავით რო გაგვთვალები, მაგიტო ვერ იციდები. ახარ. ხო. რა გჭირს? არაფერია ჯაკუზის კაფს ვაკეთებდი და ფეხი დამისილა და ჩავარდი. სათლები. რა ვიფიქრე შუქი არ ჩაქრეს თქო და მე მარტო აბაზანაში რაღაც შემეშინდება. ხო, კაი და ძამშია და საჭმელი რა გვაქვს. ბუტერბროდი გაიგეთა სამზარეულოში. ხო, კაი პურისა დევს. მაგიდაზე სამზარეულოში. ხო და ყველი? ყველი მაცივარში. ხო და კატლეტი გვაქვს. არა, კატლეტი არ გვაქვს, ძეხვით გაიგეთ. ძეხვისა დევს. ძეხვით მაიონეზის და კეჩუპით მაცივარში ამიდი. რა გამაი დავის ბუტერბროდი ხარ ხარ რომ ვაშლი ჭამა. ძმის გავწერ. იმდენი ხავნი მყავი ქვემოთ რომ თემა ცხოვრება ცხვირწით ჩამიცვლა. არა ხო ხედავ დაცუტა. ხნა მეკლაპინება. ისე რომ გატყუეს ხო იცი? ატმის არომატით არისო და ვაშლის გემო. მე ხლაპინება ის როგორ იცნელია თან დავიღალე
ცილა შემდეგში რომ შემოვა შენ ჩაყვეთ და მე დავხვდები და მე ხომ მიხვდება ყველაფერს რას მიხვდება ცალ-ცალკე ვიქნები და თქვა ვიქნებით არა ბიჭო ძალიან მაგარი შეცვლილია არა არ იქნება ახლა ვიცი ამან უიჭველი ნამდვილი ნანა მოკლა და იმის საბუთები ცხოვრობს და ეხლა გვატყობს თვითონ მეგარა დაიკიდე ეს ჯობია შეცვლილი ვარ ხო? შეცვლილი არა უფრო გაცვლილი ხარ რაღაცაში ხო ცოტა დავიკენდით რანაში თქვენ რომ ნახეთ აბა ბოლოს 3 ამხელა ვიყავი აუ არ მჯერა რომ ეხლა შენ არ კახარ რა არკა კი არა ცისარტყელაა ბიჭო აი ვერაფრით ვერ ვიჯერებ შენ ხარ ჩვენი მეგობარი ნანა აი მართლა ვერ ვიჯერებ აუ რამდენი გოგოსთვის მithქვამს უმცხო გოგოსთვის საინაღაც ფესტომი თქო და შენ გისტო მაგრამ აშკარად ვერ გსნობ ვაიმე აი ეს ყველაფერი ხან აი ნამდვილია თუ ფოტოშოპია ვერ გამიგია თქვენ ძალიან შეცვლილები ხართ ბიჭებო რა ხო არა შენ ნიკუს ადრე თმებს მარჯვნივ ატარებდი ხო მარჯვნივ გადაწელს გიო შენ ზუსტად ისეთივე ხარ მე-4 კლასში რო იყავი ზუსტად მაგარია იცით როგორ მომენატრე თქვენზე ვფიქრობდი სულ კანადაში რო ვიყავი ხო გამოგეგზავნა შენი ახალი ფოტო და ჩვენ სულ შეზე ვიფიქრდი გიო სად არის შენი ცოლი ჩემი ცოლი სახშია ვაიმე რა შვებით ახლა თამუნა არ მოვიდა თქვენი არკა თამუნას გველების, ობობების და ლამაზი ქალების სიკვდილივით ეშია. კი, წავიდა. აუდეიცი რო ტელევიზორში აჩვენა ვიღაცამ გინესის რეკორდი დაამყარა. 22 წუთი გაცლო წყალქვეშ. მაგიტოში. მალე თუ არ გახვალ ეგ რეკორდი მოიხსნება. არა, სალომე, რა თქმა უნდა, არა. წადი და შენთან შედიო კომპიუტერზე ითამაშე. ოდო და მომბეზრდა კომპიუტერი. მაშინ დაიძინე. არ მეძინება დედა. წადი მაშინ გაკვეთილები მეცადინე. ვიმეცადინე. გადაიმეორე. გადამერდა თუ კიდე ხავ ჩაგაბარა. არა, სალომე, რა თქმა უნდა, არა. წადი და აღარ შემოგვიდა. აუ დედა იცი სალომე, მამას გავიცებ გადა. იცოდე კიდე თუ შემოხარ, მამა მოგიკვდება. ოღონდ მართლა მოგიკვდება. წადი. აი. ზურა. ვაიმე, ზურა. ზურა. რაკჭის. აი, ხოცხალი ხარ. ჩენ სინათლის ხრივი დავინახე და მე ფერია ჩემი ხმაგავი. ფერო. აკეთი. ეს არის მსუქანიაო? სად არის აბა მსუქანი? თუ ნახევარიტანი გზაშია ჯერ. გავიცი, თამუნა, მე როდესაც ბოლოს ვნახე მსუქანი იყო. იცი რა, შავები ხო არ ახტუნებს. შავები ახტუნებს, გიორგი, მაგრამ ალომაზებს, ამაღლებს და აქერავებს კიდევაც. მე რა შუაში ვარ, რა ვიცი მე, კაცო, მე მსუქანი მახსოვს, ეგ გოგო და ეხლა გასუკავ. ის ზევით ვერ ხედავ და სახეზეც ლამაზია. ძალიან. სად იყო წასული მითხარი მეც უნდა წავიდე. აუ, ნუ ტოვებთ რა მარტო რა ისეთ ლამაზია რომ მეშინია. იკა, ნუ გავიწყდება რომ ადამიანში მთავარი სულიერი სილამაზეა. არა რა, მართალს ამბობენ რა, მაღლებზე და ქერებზე რა. რას? ლამაზები არიან რა. აი ხა შოკი რო გაგივლი შენ, ჩაბრძანდები და ზეთ სამომიდან გაიგე? ზეთი რადგინა თამუნა შენ ტაფებს მაინც არ ჭირდებათ ეგ ზეთი. ჩემ ტაფებს არ ჭირდება ზეთი, მაგრამ ამას ჭირდება უნდა გავასუქოც. ბიჭო, მე მგონი კერდი გაეზარდა, ხო? კერდი კი არ გაეზარდა ბიჭო, დანარჩენი ტანი დაიპატარავა მაგარი. მე მგონი ხდება რომ მაგაზე ვაპარაკობთ. კი და გწვავს რომ უყურებთ, გავიდეთ. კაი სირცხვილია, წავედით. ნანა.
ძალიან გახდი კანადაში და რამე მაგარი დიეტა გასწავლეს? ხო, ჩემო მეგობარმა იქაური კანადური დიეტა, უგულავას დიეტას ეძახიან, ის მასწავლა. შეიძლება საკეთები. ოფიციანტი ვიყავ. ვა, რა მაგარი, ესეთ ლამაზი გოგო ოფიციანტი, თან ჭკვიანი. სანთებელ ხომ არ გაგვთ? ვაიმე. რა იყო, საიდან უცებ ამდენი სანთებელები, რომელიმე ეწეოდეთ მაინც? ძალიან გამეხარდა რომ ჩამოხვედი. და როდის მიდიხარ? ორი დღით ვაპირებდი თბილისში ჩამოსვლას. მე ხაშურში უნდა წავსულიყავი, მაგრამ შემეთვალა გეგმები და უკვირით ვრჩები თქვენთან. ო, რა მაგარია. რა? არ ვიცოდი რა მამა ჩემი რომ მოვიდოდა. მაშინ არც ერთ შემოსვლას არ მაზავს რა. რამდენი მოვდივარ სულ აქ მიხდება რომ რაღაცა დამიშავო. კაი, გადახტე მიდი. მუცა, არაფერი მომივა? ხო ჯობია ისევე ჩაკუსიო ჩაყვითო. აუ, ჩაყვითო და დახჩომა. მე ნახე მამა ჩემა რომ მოგიჭოს. მიდი, გადახტე მეორე სასწრაფო. ველალი, როგორ ხარ? კიდევ არ გათხოვდე? რაღა დროს ჩემი გათხოვება. ციდან თუ ჩამომიგდებს ღმერთი, ვინმეს თუ არ დადასამბო. მე არ გამიშველი. მოგიგებულა.